მშვიდობისა მეგობრებო, გავათერეთ ღამე და ცოტა დარჩა ლოს-ანჯელესამდე. ეხლა ლოს-ანჯელესი მოგიხსენებათ ძალიან პრობლემატური ქალაქია. იმიტომ რომ ყოველთვის არის საცობები, მაგრამ იმის იმედად რომ დილი 7 საათია, შეიძლება კარგად მივიდეთ. ეხლა პრობლემა რატო არ მივედი გუშინ. ეხლა ძალიან საინტერესო ადგილას მივდივართ ლოს-ანჯელეს ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც ცნობილია Memorial Coliseum Stadium, როგორი სახელია და ცნობილია და ამერიკელები ამაყობენ ამ სტადიონით იმით, რომ ორჯერ ჩატარდა ოლიმპიური ჩემპიონატი თამაშებით. ერთი ჩატარდა 1922 წელს და მეორე 1984 წელს. და ეხლაც უკვე მესამე ოლიმპიადის ჩატარება უნდათ, რომელიც ჩატარდება 2028 წელს ამერიკაში და გონი საინტერესო რაღაცა გამოგვივა. მაგრამ ჯერ სანამ იქამდე მივვალთ, იმედია, აი საცობებში არ მოხვდებით, რა ვიცი, ცოტა GPS-ი გვაჩვენებს, რომ საცობებიაო და ასე შემდეგ. ნახოთ. გონი საინტერესო ვიდეო გამოგვივა. ჩვენი ღონისძიება, რომელიც უნდა ჩატარდეს ეთყობა კოლიზიუმში, იქა მოგვეცემა საშუალება დავათვალიეროთ და გავეცნოთ მე მგონი ერთ-ერთ ესეთ საინტერესო და ისტორიულ ადგილას. ყველას არ აქვს ამის საშუალება რა, ჩვენ მოგვეცა და კარგია, გამოვიყენოთ, რატომაც არა რა. ეხლა დღესაც ცოტა ვძნობ რომ უკვე ჯანზე მოვდივარ, მაგრამ მაინც სისუსტე გამკრა, მაგრამ არა უშავს. კაი ემოციები, კაი დადებითი შთაბეჭდილებები ამ ჩემ პატარა ასე თქვათ ჯანმრთელობით პრობლემას გადაფარავს. ყოველთვის დადებითი ემოციები ფარავს უარყოფით რაღაც მიმდინარე პრობლემებს. ეს არის როგორც 2x2 ასე ცხოვრების წესი. კარგი, აბა ნახოთ, შევუდგეთ ჩვენ საქმიანობას. ლოს-ანჯელესობს, დაიწყო საცობი და გასავლელი გვაქვს 30 მილი. და GPS-ი გვეუბნება, რომ 1 საათი მოვდებით და ამ 30 მილის გავლასო რა. ეხლა წეღანაც რო თქვი, რატო არ წავედი გუშინ? რატო არ მივედი ღამე? იმიტომ რომ ზემოდან რო გადავხედე სტადიონს, გვერდზე არ იყო დასაყენებელი ადგილები რა. და ვიფიქრე ახლა მეთქი საწავიდე. მე სადმე რო გავიჭედე, თან არა ვარ ნამყოფი იმ სტადიონის გარშემო. და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ცოტა მოშორებით გამეთენებინა ღამე. რა ვიცი, ასე გადავწყვიტე და სწორი გადაწყვეტილება იყო ეს თუ არა, ეს უკვე გამოჩნდება რომ მივაქვს. ფაქტია რომ აი ესეთი მოთმენით და შვიდად უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მით უმეტეს ეს მძღოლებისთვის ლოს-ანჯელესი არის, არ ვიცი, მაგარი თავსატეხი ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნება და ეს გარშემო რო გადახვიდე ძალიან ლამაზია, მაგრამ აი ეს ავტოსტრადები და ეს ავტოგზები მძღოლისთვის არის ძალიან დიდი თავსატეხი. ეხლა ვინც აქ ცხოვრობს, შეჩეულები არიან, მაგრამ მე ეხლა რამდენჯერაც ახლა დავდივარ, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ლოს-ანჯელესში არ შემოვიდე. შემოდი თუ არ შემოდი, მინდა შვიდად უნდა მიიღო. ჩვენ ფორმულაში როგორ ვამბობთ, ცუდმა არ უნდა ჩაგვითრიოს. და ყოველ შემთხვევაში იმის იმედით ვარ და იმის დადებითი ემოციის მოლოდინში, რასაც ახლა გველოდება ის სტადიონი. Memorial Coliseum Stadium. ისე რომ დაფიქრე რა, თქვა ცხოვრობ ლოს-ანჯელესში და დადიხარ სამსახურში რა. აი ყოველ დღე დილით საღამოს, აი ესე საცობებში სიარული. რა ემოციურად იმოქმედებს, აბა რა იქნება, იმიტომ ეს სტრესული ხალხი როა და ნახევრად გიჟებათ რო დადიან რა. იჟური გამოხტომები რო აქვთ მოქმედებებში და ლაპარაკში. სტრესი.
მოვთქვი რომ ლოს-ანჯელესებს ნახეთ როგორი საცობია და მირეკავენ. და 6 მილია დარჩენილი რა და GPS მეუბნება რომ ამ 6 მილს უნდა 25 წუთიო რა. აუქნა ხა ჩემი ბრალი ნამდვილად არაა, მაგრამ ეთქობა იმ სტადიონზე ეს ხო უნდა გადმოტვირთონ ეს აპარატურა და მუშები ყავთ ეთქობა დაქირავებული და მაგას ნერვიულობენ. უკვე სამაკაცმა დამირეკა ეთქობა ხო არ დაიკარგა ეს მანქანა ვფიქრობენ მაინც ბოლოს და ბოლოს ახლა ეს აპარატურა ხო ძვირია. ნუ ერთდროულად სხვადასხვა პრობლემები დაგროვდა, ნუ რა ვქნათ ახლა. მომენტ ახლა კი არ სიამოვნებს რომ გირეკავენ ყოველ წუთს, მაგრამ თავზე მოთ ვერ გადახტები რომ ეთქვია. ნახევარია. ეხლა ფაქტურად ლოგიკურად რო ვიფიქრო, ის არის სამსახურში მიდის ყველა, მაგრამ გონის სწორი გადაწყვეტილება მივიღო, იმიტომ რომ მე რო აქ მოვსულიყავი, ღამე security მითხრა რომ security შეგიშვებს, ეს იგი დაცვა არ შემიშვება შეგინა. მე საწავს ვიყავი მეც მაინც. ჩვენ აშვები, თავარი არა ვარდეთ ნერვებს, არ აუყვეთ და მივყვეთ ჩვენ ამბებს. ლოს-ანჯელესი ეს დაუნტაუნი ცენტრი და ჩვენ მარცხნივ უნდა ჩავუხვიოთ. რა ვიცი, ხალხი თავს იკლავს რომ ლოს-ანჯელესში მოხდეს და რა იზიდავთ ამათ ულახილად გითხრათ მეც მიკვირს რა. თუმცა ჩემი პირადი აზრია, არავის თავს მე არ ვაზღვევ, ისა ვახვევ 100 წელი აქ არ ვიცხოვრები რა. მაგრამ ამდენი ხალხი ცხოვრობს და მოდის და ოცნება აქვს რომ ოღონდ ლოს-ანჯელესში იცხოვროს და რა ვიცი, სასწაულია. მაგრამ როგორ ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ რა. ერთი მხრივ კარგია რომ აი ცენტრში არ მივდივართ რა. გაცოთ ერთხელ რომ მოხდი ლოს-ანჯელესში ცენტრში, აი მე რამდენი ვიწვალე ძილს რომ გამოვედი იქიდან. ლოს-ანჯელესი, მანჰეტენი, ჩიკაგო ცენტრი, ტრაილერების ძღოლებისთვის არის თუმცა ჯოჯოხეთი რა. დამაგვიანდა უკვე მოვედი 1 მილი მაქვს დარჩენი და არაო, მაშინ 9 საათზე მიგიღებთო და არ ვიცი, ნახოთ რა იქნება. ჩემი ბრალი ხო არა იცის გამოვედი აი ესაზე, აი რამდენი დაჭ 400 და სად არის ეს ჩვენი კოლიზიუმ სტადიუმი. ამ დროს იცი ამ ხომე ხო იცი მეგობრებო, ხან თბილისიდან რეკვა, ისინი რეკვა, აი ასე რიარიაში რო ხარ და ამ დროს არის ძალიან დიდი სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. ვცდილობ ხოლმე, მაგას ზოგჯერ მეც არ გამომდის. In 1000 feet, turn left onto South Figueroa Street. ეს სადმოს ავიდი აქ. Turn left onto South Figueroa Street, then turn right. ერთი ვიცი რომ კიდე კაი აქ არ მოვედი. მაგრამ სადა Turn right toward Exposition Park Drive. აი გარი მთელი კომპლექსი, ეგ არის ძველი სტადიონი. შესასვლელი სად არის გაიგე ახლა? Exposition Park. მოდი მეგობრებო, მოდი ხა მე გავერკევი სად უნდა პარკინგი. არ ვიცი, სად უნდა მივიდე, ასე არა ვარ. პატარა მანქანების შესასვლელი დიდი უკან დამადგა მანქანები.
Use the right lane to merge onto Exposition Park Drive, then use the right 2 lanes to turn right to stay on Exposition Park Drive. იქით რო წავიდე აშკარად ვერ შევალ მაგას სანნა შევიდეთ ხო აქ ახლა ვერ გავჩებოდი მაგრამ წეუნა დამერტყა იქით და ვიწრო ადგია only one way დილა ადრიანე თქო სავაჯიშო დადის ეს ხალხი parking out full tickets. Wow. Ana davreko, თორე მე ვერ გავერკვი აქ საათუმას გავჩერდე. ხო, მიმდინარე პროცესები, მეგობრებო, ესე იგი ნახეთ, მეგობრებო, უყურეთ Millennium რა ქვია იმას. Memorial Coliseum Stadium, მაგრამ შესასვლელი ტრაილერების ვისთან უნდა მივიდე, რასთან უნდა მივიდე. ეს უკვე არ ვიცი. მოდი მე გადავრეკავ მეგობრებო და მე მოგახსენებთ ყველაფერს. ისტორიები დაიწყო. ესე იგი მეგობრებო რა მომივიდი აქა. ესე იგი მე უნდა აქ უნდა შევიდე მეთქი. დამირეკე. ესე იგი ასე უნდა წავიდე უკან. უკან უნდა წავიდე და ასე გადავიდე და აი ესე წრე უნდა დავატყა იმ სტადიონს. ეგ სადღაც შევიდე. კიდე კაი ბოლომდე არ შევიდე იქით რა. ყველაფერი ნატურაში არა მეგობრებო, ხა წამოდი ხო შევსულიყავი, მე როგორ გამოვიდოდ. ეხლა თავარია მე ასე უკან გავიდე და ამ გზით ამ სტადიონს დავარტყა წრე. ამდენი ყურადღება გინდა ხო, ნერვები დაემთხვა. მე ვუთხარ მე პირველად თავარ მეთქიდა ხო, მესმისო, მაგრამ ნუ ასე გააკეთეო და კიდე კაი აქით არ წავედი. ანასვლით მივდივარ და თავარია არ შემეჯახოს ვიღაცა შტერი. თავარი აი გამოვიდე რომ აი მოვტეხო და მერე გავარ რა. იმედია არ დამეჯახება ვინმე. რა აი ხელა მანძილი ავიყო აი შეეტყოს რა, აი შეეტყოს უკან. ოკეი. ეხლა ხო წესი თუ რა იყოს რომ ბალახზე არ გადავიდო. მაინც მომიწია ამ ყვავილს არ გადავარო თავარია და იქეთ მანიშნე რომ მეთქე აი ამაზე უნდა გადავიარო ნელა ოპა. გორფალი რო გადავიდეს, ყვავილს არ გადავარო, გაუფუჭე მთელი ისა. გამოდი აქეთ გამოდი. აი მომენტია დილადია სადადის ეს ხალხი რა ჩავს სტადიონი რა უნდა. გადავიდე ყვავილები კი გაუფუჭე იქ მაგრამ რა უყო. всё. Thank you. აქ ახლა სპორტი კომპლექსი რო არის, ყველა დადის გარშემო. ესე იგი მაგან ამიხსნა რომ ასე უნდა წავიდე მარჯვნივ. Head west on Exposition Park Drive, then turn right to stay on Exposition Park Drive. In 600 feet, use the right 2 lanes to turn right to stay on Exposition Park Drive. იმედია ის ყვავილების ისინი არ დამაჯარიმები. აი მარჯვნივ ხოლმე შეუφია. სტადიონ. ეს იყო ეთყობა აქ არის რაღაც ღონისძიება. აქ უნდა მოხდე რამენაირად. კაიტად ხო ხართ მეგობრებო? მორიგი პრობლემა და წვიმანები ჩვენ მეგობრებს რო უყვართ ხოლმე. აი რატოა ესე ადამიანს რატო უყვართ პრობლემების ხურება რომ დაფიქრდე რა. მორია აი მათმა ის კი იმაზე გადავარე გაზონზე. ყვავილი არ გამიფუჭებია, მაგრამ ის ტალახით რაღაცა აურია. იმედი არ დამაჯარიმებენ. ახლა ამდენი მანქანები დამიდგა ეხლა და ნუ თავარია არა ვარდეთ, არა შვიდათ. ეხლა ამ ყოფილი გამატარეთ, არ მატარეთ. გამატარეთ, გეუხება ამ ხელა მანქანა. ნახე. შტერიკა. ოდაგეჯახ ვარგეშინია შეუბედურო. არავშის.
Head north on South Figueroa Street toward South Figueroa Street, then turn left. Head east on West 39th Street toward South Flower Drive. Head south on South Figueroa Street. აი მაგ გადმა ესენი გზას არ მithumები. გადადი იქით ბიჭო, არ მისთმობენ აი გზას რა. აი ამხელა გზა არის, ამხელა მანქანა და გზას არ მithumენ ეს მხრები რა. აი მივხვდა ეს. ჯიგარი. Thank you very much, thank you. Head west on West Martin Luther King Jr. Boulevard. ეხლა თქვენ ვერ გადავიღე ტელეფონზე მელაპარაკო და აი უნდა მოხდე წრე. In 1000 feet, turn left onto South Hoover Street. Gate 16, ასე ამიხსნა. აგერდა всё, მგონი. იდე კაი ქაშევედა, აი რაღაცა ღონისძიება, აი ხო, რაღაცა ღონისძიება ტარდება და ამზადებენ იმისთვის და ჩვენ მერე აი უნდა შევიდეთ. კიდე კაი აქცედარებით ახლა თავისუფალი გზა არის და ოკეი, აი მგონი აი უნდა შევუხლიო. At the light, turn left onto South Hoover Street, then turn left onto West 41st Street. ეს არის აქ უნდა შევიდე თუ რა ხდება არ ვიცი. ახაცა ავირია უკვე ისე რა, ნოთო აქ უნდა შევიდე თუ მოშემეშლება, მოდი შევამოწმე ხა. ახლა შევიდე იქა და შეცდომა მომივიდეს. დადგნენ ახლა იდგნენ იქა ისე. გავიდე, მე შეცდომა არ მოვიდეს. ჩემი აზრით მგონი აქ უნდა შემოვიდე. ვერ ხდებიტო. Gate 16 or the Head north on South Hoover Street toward South Park Drive. West. არა, აქ არ შეიძლება კიდო წრე უნდა დავატო. In a quarter mile, use any lane to turn slightly left to stay on მოდიოდა. Gate 4. Gate 16. დაცვა მაინც იყოს ვიღაცა. არა, ჩემი აზრით კიდე კაი სწორად. ესე იგი Gate 4, 1 2 3, ესე იგი მე კიდო წრე უნდა დავარტყე ეთყობა რა. Gate 16. Gate 4 ეთყობა ეს სტადიონია და იქით იქნება ხო, კარგით. იმიტომ აქაც კიდე რაღაცა ღონისძიება ტარდება და შემეშალა. ზება ტარდება ახაც და ეთყო. შემეშალა, კაი. წავიდე წრე დავარტყა და წრეს დავარტყავ სტადიონს ის. Gate 16. აქ ტელეპროპა შეიქმნა. ამ დროს ახლა რა ვქნა ახლა საწავიდე უფრო გავჭედავდი რა. კიდე კაი ხარ შევედი, თორე იქ რაც გამოვიდოდ, ეგრე მათონებს გეითები 7-8, ჩვენ გვიდა 16, ანუ 16. ახლა ყველაზე კაი ვარიანტია მოვიდეს ტიპი და დამიჯდე და მიმიყვანოს რა, რას მაწვალეს, მაგრამ აი ახლა უკვე იგივე კითხვა, ახლა აქ შევიდე თუ არ შევიდე. გაიგე ახლა აქ შემიძლია შესვლა, არ შემიძლია. აღარ ვიცი რა. თუ იქიდან დავიტყო წრე დავარტყა Bill Robertson line. გავრისკო, ნაბოთ. აი შევიდე ვითო. როგორ გამოვიდე მე იქიდან? აღარ ვიცი რა, გავუჩი. ამ დამადგენელი მანქანები. აქ წესით ახლა ფაქტურად გეიტი ხო, ეს სტადიონი ხო, ეს არის. ავერი. ეს სხვაგან წავედი, უყურეთ. სტადიონი.
ხმაით შეუხვე, მაგრამ მე აი ხო, აბა აქ შეუხვე და დავინახე ავტობუსმა გაიარა. არ გავიჭედო მე. აუ რა. მაგალითად არა მეგობრებო, ხო მეც მართლა დავიღალე, მაგრამ აღარ ვიცი, უყურე წავიდე, აქ წავიდე. მოდი იცით მე დავამთავრებ და იმას დაუძახე და მოვიდნენ ჩემთან და წამიყვანა იქ. აი შევიდე არ გავიჭედო, აი მაგაშია მთელი უბედურება, მე ხო არ ვიცი აქ რა ხდება რა. ახლა ეს ავტობუსი მიდის. რახან მიდის, ესე იგი გზა არის. შემოვატრიალე, არ ვიცი, უნდა დავრეკო რა, არ ვიცი, მაშინ ეხა დამირეკა იმა და შენო სხვაგან წახვედიო, სულ სხვაგან საწავედი და მეთქი და მეთქი ვიმე გამომიგზავნეთ მეთქი და როგორ გამოგიგზავნო მე არ ვიცი, მეთქი ეხლა ეთქსიტყვით ქარი, რაღაც მე აქით ვარ, ეხლა მე მეშინია რომ იქით შეიძლება ტრაილერით გავიდი, არ გავიდე, ნუ რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს რა. რაღაცნაირად იქ მოვარ რა მე. 16 gate მეუნება თვითონ ეს ეხლა ფაქტიურად დიდი მანქანები ხო მოდიან ახლა ფაქტიურად და რაღაცა მოდიან და მე არ ვიცი და ეხლა მე ცოტა გაუჩვახე რა ბოლოს მეთქი ვიღაცა გამომიგზავნეთ ხო და არ ვიცი მეთქი რა სად მოვედი მეთქი და შენო სხვაგან ხარო და მე რა ვიციო შენ სად უნდა წახვიდეო და ვიცი მეთქი მეუნები ამას მეუნები წყნარად და მშვიდად ნუ ფაქტია რომ ეხლა ჩვენი ჯგუფიდან არაფერს არ გვიშველეს თორე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ეხლა ის არის ვიღაცა ორგანიზატორი, ხო? და იმან ხო არის ეხლა მანქანით სად მოვატრიალო რა მოვატრიალო, ხა ჩემთვის პრობლემაა ის მანქანა სად მოვატრიალო ამხელა მანქანა. მაგრამ საქმე იმაშია რომ ეხლა ხო აქვს მაგათ გამოცდილება, კაცო ამხელა მანქანები რაღაცეზე იღებენ. ეხლა ვისი ბრალია? ჩემი თუ იმის? ნუ თავიდანვე უნდა მომეტყინა, რა ვიცოდი მეთქი ამ სტადიონს გარშემო რეებია ხა? ახლა ვიწრო გზებია თან ლოს-ანჯელესია, წარმოიდგინეთ. ეხლა ის არის ძველი სტადიონი, როგორც მე ვხვდები, ეს არის ახალი სტადიონი. კი იყო იქ შესასვლელი, მაგრამ ამხელა მანქანით როგორ შევიდოდი ვიწრო ადგილას. ნუ ერთ სიტყვით არ ვიცი, აი მოგახსენეთ მეგობრებო, რაღაცას მოვიფიქსებ ალბათ, რა ვიცი. მივყვეთ დინებას, რო იტყვით. ავარია არავარდეთ თამარია ნერვებს არ ავყვეთ, მივყვეთ მოვლენს. ეხლა მომენტში მეწყვიტება, იმიტომ რომ მირეკავენ და ამიტომ გადაღება არ გამო. ნუ ეს სიტყვით გეტყვით რა მოხდება. მაინც მაგრები, ამერიკელი მაინც მაგრები არიან. მე ვთქვი რომ დავიბენი და მე თავარი არავარდი წყნარ. მეთქი მეგობრებო და ამეხმა კარგი და ეხლა ზემოდა კოსმოსიდან მეუნებიან, ეხლა დადექი აქაო, მერე მარჯვნივ წადიო. ვიღაცა გამოაგზავნეს უპრინდან ამ ტრაფიკებში დგას იქიდან და ამიხსნა რომ აქ რობერტსონში გადაუხიო მარჯვნივო და შვიდა და მეთქი ხაო დიდი მადლობა მეთქი ხო კაიო მარტო შენ არ ახარ მასე დღეში ასე დრიარიაში ვარ რა მე ხო არ ვიცი ქუჩები კარგად ეხლა მეუთხარი ეს არის ვერმონ ავენიუ და 39 ქუჩა რა ვიცი სადო ვარ და აგერ არის სტადიონის გვერდზე ვარ მეთქი და კაი არაუშავსო ეხლა უნდა როგორც ამიხსნეს უნდა შეუხვიო მარჯვნივ და კიდო მარჯვნივ და იქ იქნებიან იქ დახტებიანო ბიჭებიო. ვარ დაიღალეთ მეგობრებო და ეხლა ჩვენი ჰეიტერები რო არიან და ზოგჯერ ლომის ჩვენ როგორ ვეძახით კომპიუტერის ლომებს დამიწყებენ ალბათ ეხლა შეისა ასე ისე გააკეთო და მეგობრებო ყველა შენიშვნას მივიღებ, ყველა რაღაცას მივიღებ, მაგრამ ცოტა ენას გააკონტროლეთ რა. თქვენ ხო არიცით რა სიტუაციაში ჩავოდი, როგორ სიტუაციაში და მოდი ერთმანეთს მოვეფეროთ და პრობლემების დროს ერთმანეთს ნუ შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. საიდან სად გამახსენდა რა, მაგრამ რა ვიცი ეს ყველა სფეროში, არა მარტო ამ სფეროში, არამედ ყველა სფეროში და და შეუხვიო მარჯვნივ. Exposure place. ეს საინტერესოც არის ხო? თავგადასავლები ხო გვიყვარს? ეხლა მე მკითხე. დროს დავყარკე, ისიც დავყარკე, რა ვიცი, მაგრამ დავქნა. სამახსოვროდ მე და გვემახსოვრება ასეთი სიტუაციები. თავარია არ დავიღლები, ამიტომ არავარდეთ, რაც არ უნდა სიტუაციაში ჩავარდეთ, უნდა ვაკონტროლოთ ემოციები. როგორც კი ემოციებს
ვერ აკონტროლებ, მე იქიდან მოდის ყველა პრობლემები. ხო ასეა მეგობრო, ასეა. აი თუ მოუხიო და აი სულ ფთხილობ რომ რაღაცას არ მივედო და იცი expression გულვა იმდენად რომ აი თორე აი მას არ შევეხოთ სულად ცოტა ხა ვიწრო ხო ნახდება ეხლა მე ადგილობრივები კარგად მელაპარაკებიან იმიტომ იცი არ ვიწრო და ეხლა მირეკავენ ბროკერები და ისინი ყვირიან რატო არ ახარ ადგილზე და მეთქი თავი დამანებე კაცო ხო ხედავ ვაყენებ მეთქი რა ამ დროსაც ეხლა ბროკერები და ეს უცხო ხალხი რომელმაც ეს შეკვეთა მისე იქიდან კამანდრობენ და მოციქლა მივახციეთ აქ უნდა შევიდე და მე მარჯვნივ და მოუხიო რავი ზას ვიპოვიდი ეხლა მეახლა და ახ დრამხელა ვიწრო ის არის ვაი მე ცუდი ის არის შესასვლელი და ტრაფიკი თორე ახლა იმ ჯოხს არ დავეჯახო იმ ჯოხს მეთქი მკინას არ დავეჯახო ვიტრო ადგილებში მიდიხარ ამდენი ისა და უბრალოდ აი ზედმეტი ხალხი რომ მირეკავს ეს ბროკერები უკვე ნერვებს მიშლია მაგრამ ნერვებს არ ვიშლი იმიტომ მე ხო ვიცი რომ მართალი ვარ ოპა წავწიო წინ მორე ეს კარგად შევიდე აი ესე ოკეი აი ამას არ დავეჯახო თავარია რა ვიტრო ადგილებში მივდივარ მაგრამ ასეთ მომენტებში უნდა იყო ძალიან ყურადღებით ეხლა თავარი ის არ დავეჯახო მარჯვნივ იმას არ მივახო ოპა უყურეთ ვერ გადავდივარ, ესე უკან უნდა წავიდე. როგორი ის შემექნა ვიწრო ისა კიდაღამ გავიტანე, ამიტომ ნელა უნდა მოვატრიალეთ ასე და აი წვალებით გამოუძვერით იქიდან რა. всё. წავედით. დავარტყათ საპატიო წრე კოლიზიუმს. მომენტიც არ დავკარგოთ არა ნახეთ კოლიზიუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონი იყო მგონი 50-60 წელი მე რო უკვე დიდი სტადიონები ააშენეს და მოდი ჯერ გავჩერდეთ ეს ბროკერები და ისინი დავაწყენ ეგა დისპეჩერი სად ახარ და მიდი და სანამ მივიყვანო არ ვიცი ეს მეუნებია ოკეი, წამოყევიო. ოკეი. საერთოდ ნელია, როცა პირველად ახარ. მithumetes აი ესეთ სიტუაციაში. ნუ ჯანდაბას ეხლა აი ფერს ვერ აუხსნი ამას, გაიგეთ? აი ხო ხედა ჩემი წვიმანებით გეუნი მაგზოს აი შორიდან კაბინეტებში ზიანეს ბროკერები ისინი და თავის ჭკუაზე უნდათ რომ გატარონ. საერთოდ ზოგადად ასე არ არის. იმის ტყავში ვერ ჩაჯდები. But უბრალოდ ადამიანის ტყავში და შორიდან ძალიან ადვილი ჩანს და ყველა აი აგერ მოვედით სადაც უნდა მოვსულიყავით მაგრამ მე ამას ახლა როგორ გადმოტვირთავ აი ჩემი გუშინდელი ტიპები ეხლა ცალკე პრობლემა შეიქმნება ალბათ უნდა დავაყენეთ ყველაფერი ახლა მიხედავენ ამას ყველაფერს და ჩვენი ემოციური ის დავამთავრო და გადავიდეთ შემოქმედებით ხარეზე აგერ მივყოფებით ახლა ჩვენ ისტორიულ ადგილას დამერწმუნეთ ბევრი მაგარი საშუალება მოგვეცა ვართ ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ სტადიონზე ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლიზიუმ ეს არის მისი არქიტექტორი როგორც ვიცი ბოუნელი მამაშვილნი იყვნენ მისი ამშენებლები და აღაშენეს ეს სტადიონი მემორიალი ვინც 11 მსოფლიო ომში დაიღუპა იმათ ღონისძიებების გასატარებლად ააშენეს ეს სტადიონი. იმიტომაც ქვია ვეტერან დეი ნოემბერი მთელი ვინც დაიღუპა ამერიკის გულის იბრძოდნენ და მათ საპატივცემლოდ აქ ღონისძიებები იმართება ხოლმე. 1932 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონი იყო 23 წელს ააშენეს და 1932 წელს აქ ჩატარდა ოლიმპიური თამაშები. მეორე ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1984 წელს. მე მაშინ აქტიური სპორტსმენი ვიყავი და მეც მინდოდა ოლიმპიური მონაწილეობა, მაგრამ გახსოვთ ხო? მოსკოვში 80 წელს
ბოიკოტი რო გამოუცხადა საბჭოთა კავშირმა, რა ქვია, მონაწილეობაზე, მაშინ კაპიტალისტური სამყაროს წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენ მოსკოვში და მე 84 წელს უკვე ამერიკამ ჩაატარა ოლიმპიური თამაში და მაშინ უკვე სოციალისტური ქვეყნები არ ჩამოვიდნენ ამ ოლიმპიადაზე. და ესენი წეღანას თქვი რომ ამით ამაყობენ ამერიკელები რომ ამ ერთადერთი სტადიონი სადაც ორჯერ ჩატარდა ოლიმპიური თამაშები და ეხლა უკვე 1928 წელს რა დარჩა რაღაც სულ 3 წელი ხო არა 3 წელიწადში აქ ჩატარდება ოლიმპიური თამაშები. თავად ეხლა შეიძლება ისე დიდი არ არის როგორც ვიცი თავიდან 75,000 ადამიანი ეტეოდა და ეხლა არის გონი 95,000 დასაჯდომი და მთელი ეხლა მოგეხსენებათ აქ მაგრამ ფეხბურთის ის არ არის ძირითადად უფრო ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი და მთელი სპორტული ღონისძიებები რაც ტარდება როგორ გითხრათ სოფლიო მასშტაბით და ზეიმი აქ ბევრი მოგონებები ეხლა მე ვერ ვიხსენებ, უნდა წავიკითხო, გადავიკითხო და აგერ რა ხდება ეხლა ამერიკა იქნება თავისი გმირები ყავთ ეხლა ვინ არიან ეს ჯეზე მორტენსონი ეს ვინ არის Great All Around Athletic at the University ალბათ ეს ბეისბოლისტი იქნება ეს ვინ იქნება Kenneth Stanley Washington University of California არ ვიცი ეხლა უნდა ვიცოდე მაშინ ამ სპორტსმენების სახელები Evangelist ეს ვიღა Crusade for Christ ну არ ვიცი ეთქვას ცნობილი რა ქვია იმას სპორტსმენები ვინც აქ იღებდნენ მონაწილეობას მაგათი მემორიული დაფებია აგე ჯონ კენედის რა წერია President of United 35 საუკუნის ისა მე-19 ჯონ პრეზიდენტი Kennedy of the Democratic Party for President at his approximate location we follow American ask not what your country can ესე კი ეს მისი ჯონ კენედის ცნობილი სიტყვები ჩემთვის თავარია შენ რა მოგცა ამერიკა მაგრამ თავარია შენ რას გაუკეთებ ამერიკას მოდი იქ წავიდეთ მაინც დამავიწყეს ქაღალდები მივცე და აქეთ ვინ არის ცნობილი სპორტსმენების ეს ისრაელის მაშინ 82 წელს რო 72 წელს პალესტინ არაბებმა რო დაღუპეს ებრაელი რომ მოკლეს ებრაელი სპორტსმენები იმათი სახელი გვარებია რამდენია 1 2 3 4 5 6 7 8 12 ну აქ ახლა ოლიმპიური სულის ის არის რა ატმოსფეროს მოდიეთი და ეტყობა აქ უკვე რაღაცა ღონისძიება და ჩატარდეს და ჩვენც ამზადებენ რაღაცა სცენას ახლა რა ღონისძიება არ ვიცი ეთი კითხავ მეც საბუთები ხომ მივცე და ეს ტიპები ვინც გუშინ დატვირთვეს ჩამოვიდნენ რა თვითონ აწყობენ რა მე მეგონა ამას ქირაობენ მაგრამ არა თვითონ ვინც მუშაობდნენ ისინი ალაგებენ ამას ყველაფერს ასენას აწყობენ დავაკეთეთ ახლა მოვაწერეთ და გავაგრძელოთ ჩვენი შემეცნებითი ტური როგორც ხედავ ეს ხო არის ეს ძირითადი სტადიონი ანუ კოლიზიუმი ხო კოლიზიუმი მოგესალმებით ახლა იტალიაში მებრძოლთა მოედანი ხო ახლა ვინც რომშია ნამყოფი მიხდება და რატოა ეს კოლიზიუმი ალბათ ატლეტიკური და მებრძოლთა სულის ადგილი რა ასე მგონია და იმიტომ დაარქვეს ამ სტადიონს ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლიზიუმი ეს ძველი შენობაა როგორც მე ვხედავ და გარშემო არის აქითაც თუნდაც რაღაცა სტადიონია სპორტული კომპლექსი რაღაცა და აქითაც რაღაცა სტადიონია ნუ ჩვენ გახსოვთ იქიდან მოვედი და ვერ შემოვედი და ნუ მთელი წრეები დავარტყი და ასე შემდეგ ნუ ეხლა თავისთავად ეხლა ეს ისტორიული ადგილია და აი რო შემოდიხარ ჩვენ სპორტის სასახლეში რო არის ზე ჭაბუკა ამათაც აი ესეთი მონუმენტი უდგათ ხო? აქ მარცხენა მხარეს სპორტული აღნაგობის ქალბატონი. მარჯვენა მხარეს ვაჟბატონი. თავები რატო აქ მოკვეთილი ვერ ხდები რა. ალბათ სხეულის
სრულყოფილების სიმბოლოს ნიშნავს ეს ქანდაკება. ეგრე არის ქალბატონის ეს უკანა ნაწილი, წინა ნაწილი, კაცის უკანა ნაწილი, წინა ნაწილი, უკანა ნაწილი. როგორ არის ხოლმე? კითხვა დასვეს რა. თუ გახსოვთ რომ კაცებიო ხალშიო პირველ რიგში თვალები სად გაურბითო რა. და სტატისტიკური მონაცემებით ყოფილა ასე რომ კაცებს გაურბის ხალის მკერდისკენ თვალები. და ხალები კაცს რო შეხედავენ თუმე უყურებენ რა ქვია მას კაცის საჯდომს, აი თუ ძლიერი საჯდომი აქვს მამაკაცის უფრო იზიდავს. არ ვიცი ეს აი ხა მე ჩემი მას არ ვიძახი, ალბათ ქალბატონებს ყველას თავისი ხედვა აქვს, მაგრამ ნუ მე ვიძახი იმას გაგონილი მაქვს სტატისტიკურ მონაცემებში. მაგრამ საერთო ჯამში რა ჯობია, კაი გამოკვეთილი და კაი ფიზიკური მონაცემების ადამიანი რო ხარ, ჯანმრთელობით და სიცოცხლის რომ მოდის და ენერგია. არ ვიცი, მეორე მხრივ ახლა რა ვთქვათ ახლა მეგობრებო, ოლიმპიური თამაშები ძალიან მაგარი რაღაცაა და ადამიანს თუ მიეცემა საშუალება მიიღოს მონაწილეობა რა ჯობია, მაგრამ როგორც სპორტსმენი და როგორც მაყურებელიც ცუდი არ არის. ფაქტია რომ 28 წლის ოლიმპიური თამაშები ალბათ გახსნათ დახურვაც ამ სტადიონზე იქნება. ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადეს და არ ვიცი ახლა ესენი რო იძახიან ამ სტადიონზე ჩატარდა ორი ოლიმპიური თამაშები, ტოკიოში არ არის. ტოკიოში ორჯერ ოლიმპიური თამაში ისა ჩატარდა, პარიზში მგონი 3-ჯერ არის და ეტყო სტადიონები შეიცვალეს და ამერიკელებმა სტადიონები არ შეიცვალეს. და ასე თქვათ მესამე ჯერ ჩატარდება ოლიმპიური თამაშები, უკვე ნამდვილად იქნება ეს სტადიონი რეკორდსმენი. ჩვენც კიდევ აგერ ბოლოსე გავიაროთ. ეხლა კარგი იქნებოდა, ეხლა ჩამერგვინა, ამომერგვინა, მაგრამ ცოტა სამუშაო პროცესია და აქ სირბილი რო დავიწყო არ გამოვა, თუმცა გვაქვს დრო და ვიტყვით რომ აი ოპა ჩავედით. ბარსელონაში ნამყოფი ვართ, რა ქვია იმ სტადიონს, ჩემი ბიჭები მყავდა იქა. არა, ბერნაბეუ იმაშია, რეალში, ბარსელონა სტადიონს რა ქვია, კამპო. ნუ არ ვიცი, იქ ვარ ნამყოფი, მესის იმეებში და აი თქვენთან ერთად მეგობრებო, აგერ ჩვენც ვებულოთ მონაწილეობას კი დავდივართ ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ დიდ სასტუმროში მეთქი სტადიონს. უხა კარგია სპორტი, უხა ენერგია, ვინეს. კატო ბიჭებს არ დავსვარო. ხო, კიდე გამახსენდა, ერთ-ერთი ყველაზე ღია სტადიონი, მაგრამ დინამო სტადიონია, ამაზე დიდი არ არის. ნუ ასია თუ ისია. კოლიზიუმის სტადიონზე მოგვიწია ყოფნა. ავიდეთ მაღლა ეს კიბეები რომ სიცხობა. როგორ არ შევამჩნია. ეს Tom from Arctic Olympian Greece. ესე იგი ამერიკელებს უყვართ, ესე იგი ეს არის ის ქვა, საიდან პირველად სადაც ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები. ალბათ ჩვენც აღრიცხვამდე ხო იყო. ამ სიძვილით ამერიკელებს უყვართ ასეთი რაღაცები. ათის ალბათ ანტიკური ოლიმპიური საბერძნეთის ანტიკური ოლიმპიური საბერძნეთი რა, ასე გავიკოთ ეს ასე. დრო და ალბათ ჩვენც ანტიკური ჩავწნე ანტიკურ პერიოდის ადამიანებად არა. სტადიონზე რომ მოდივასურა, ეს მოძრაობები მინდა ხოლმე. ჩემი ამოტოფობაც რომ გავიდა, მე ხო ვთქვი რომ დადებითი ემოცია ყველაფერს მეთქი.
Hello. Იქით სამთავრობო როჟები, ალბათ კომენტატორები და ასე შემდეგ. მომივარდა გული. არა რა ეს ტრაილერზე სიარული. აი თბილისში რო ჩავდივარ უცბად მოვდივარ ხოლმე ფორმალზე ბასენზე ფეხბურთმა. ტრაილერზე მაინც თან ახლა ეს ჩამოსვლა ძალიან ძელი გამოგვივიდა და ფილტრები ეჩვია დატვირთ. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ყოველთვის მუშაობასთან ერთად რაღაცა შემეცნებითი ჩავთეთ. იმედი არ დაეღალეთ ამ ვიდეოს ყურებით. ან თავარია არაფრის არ შეგვეშვიდეს, თავარია იყო შვიდები, წყნარები და სიმშვიდე და შენითა მოიპოვე სული შენი. ამ ფორმულას მივყვეთ და ყველაფერი კარგად. კარგად ამ მეგობრებო, იმედია სხვა საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.